ცივაა, ნაჭიტა. 4 გრადუსია გამოცხადებული. 4 გრადუსი ეს ქვემოთ და ჩვენთან მე-16-ზე -4. აბა, გაჟეგეცი. ბაბუ დავით. დილავშვიდობის. დათო. რატო ხარ ჩუმად? რაღაცა შემოგთავაზე შენი ესე ენამახვილური დილის გამამხნევებელი იუმორი, ჰა? დათო. რასაკეთე? შემოგთავაზე იუმორი, რატო არ გთავაზობ? ვფიქრობ. ფიქრობს. ფიქრი კარგია. ფიქრი არ არის ცუდი, მაგრამ თავარია რას ფიქრობ? ახალი წელი მოდის. ახალი წელი მოდის, ძალიან მაგარია. აბა 2010 წელი მიდის? შენ არ მიდიხარ? ნახე, აი მაინც შეთითხნა მაინც რაღაცნაირად გამოიყვანა ესეთი უპასუხისმგებლო, ეგრეთ წოდებული ვაი ჰუმორი. ხარი მე. შენ ასე თქვი. ამის იუმორზე რას მეტყვება? შოკოლადი არ გინდა? თხილით არის? ბატონო დავით, თქვენ შეიძინეთ ეს შოკოლადი? არა. არა? არა, მოვიდა გამოცდების დრო და დაიწყო შოკოლადების მორთმევის პერიოდი. ვაიმე ბატონო დავით არ მითხრათ ახლა რომ თქვენ ნიშანის დაწერაში აიღეთ შოკოლადი ქრთამის სახით. არა. არა. არ დაუწერე. არ დაუწერე. ძალიან კარგი. დღეს ხო იყიდი ნაძვის ხეს? ვიყიდი. ბრძოლეთ ვიყიდდი. მაგრამ რო ვიყიდო სადავდ ადგილი არა გვაქვს. აი პატარა ნაძვის ხე ვიყიდოთ. მეზარი ბრატო იცი? ჯერ მე-16 საათზე უნდა მოვიტანო რო ვიყიდი, მე გახევება და უნდა ჩავიტანო. დავიხარ. ვაიმე როგორ არიცნობ ბოტანიკას ბატონო დავით რა გახმება ჩვენ ახლა ვიმყოფებით ალპურ ზონაში აქ არის ალპური ზონა აქ ნაძვისხე კი არ გახმება აქ ნაძვისხე პირიქით გაიხარებს მაიკო გინახავს შენ გახარებული ნაძვისხით რა მოიტანოს და განახებ როზღო იყიდე და ის შენ რო გიყვარს ისე შეგიწევ კარტოფილს არის ხო არის ვიყიდი აბა ეხლა ახალწელს უნდა ხვალ შევხვდებით რა ვაიმე დათუჩა ძალიან გთხოვ რა ჩემთვისაც იყიდე ერთი ნაძვისხე რა მე ხო ხედავ დრო არ ამბობ ზუგად არბენაზე ვარ ზუგად მორბენაზე ვარ ამ ბოსლებმაც შემიწირა და მიყიდე ერთი ნაძვისხე რა გთხოვ და წავიღებ სახში დავდგავ რა კი ბატონო მაგრამ რა თქმა შენ ნაძვისხე ნატურად მოგა შენ იყიდე მუხისხე ვისი ხე მუხის მუხა უყურე მაიკო ხა მას რაღაც ფინალი ექნება ალბათ ისეთი ორიგინალური რა თქმა მუხა რა თქმა და გეტყვი ბინა ხო რა გაქვს მე ოდა იმ მუხაც ექნება დიდი ისეთი რა ქვია მას ფუღურო ხო მე ფუღურო და ის ხორე შეგნი სადაც იდო ხა ეს მაიმუნობს რაღაცას რა გამომართვი ფული აჰა და ბარემ ორი ნაძვისხე წამოიღე რა ძალიან გთხოვ ერთს მე წავიღებ სახში და მეორეს მიუტან მამიდაშენს შალოვნას თორე მაგათ ისეთი ნაძვისხე აქვს რომ მან ახალი წელი შეგდებულად არ მივა რატო ორი ნაძვისხე იყიდე ხო ერთი ჩვენთვის და მეორეც ჩემებისთვის და ვეთყვი რომ შენაჩუქე კარგია რა ისე 4 ნაძვისხე უნდა ვიყიდო ხო კარგები არჩი
და რა მინდა იცი კითხოთ? ნაძვისხი უნდა ვიყიდო თვითონ ნაძვისხი თუ ტოტი ნაძვის ჰა? წიწვი ლაშა როგორ ახალ ლაშა რა ვიცი, კარგად, არავიშავს. აი, ეზოში ვიყურები. და ეზოსაც ეთყობა რომ ახალი წელი ახლოვდება. რა, მორთეს რამე? არა, მათი აქამდე ხო მაგიდაზე იწვა. ეხლა ნაძვისხის ქვეშ გადაწვა. ოხ რა უსაქმური ხარ ლაშა, რა უსაქმური ხარ. ვახტანგ პარაცხელია. ბატონო. შენ ერთ ბიზნესმენობას მე ისევ ფანჯერაში ყურება მირჩევნე რო იცოდე. ეხლა თუ იმ ბამბას და კარტოფილს გულისხმობთ, ეგ წარსულს ჩამორთ. ახალი საქმე დავიწყე ლაშა. ბიზნესი. მართლა? მოიწოდე, არ მითხრა, მე გამოვიცნო. არ გამოვიდები, მიდი. ღილების. არა ხო? ცუდი მაკრატლების? არა. მანქანის მინების ჩასაბურის საშუალებების? არა. აბა ზღარბების? რამდენი სამ დაიწვალო, მაინც არ გეტყვი და იმიტომ რომ რამდენიც თქვი, იმდენი არაფერი არ გამოვიდა. მართალია. რაც თქვი არ გამოვიდა და რაც არ თქვი კი ჩამოგაკითხა უკრაინიდან. შენ კიდე რა მოგევიდა თამარა? რა მოგევიდა არაფერი, რაღაც შენ ბიზნესზე მელაკა ბარაკებოდა, მეკითხებოდა რაღაცა. რაღაცა ცივა თქვით, თამარ, გამათბობელს აუწევ თუ მეტყვი რა ბიზნესი წამოიწყო ვახტანგმა. ანუ უნდა წამოიწყოს. არ მეუბნება, არ ვიცი, არ. არ შენ არ გეუბნება? არა. თამარ, აჰა და გამოტეხე. კარგი რა ლაშა, კარგი რა. მიძალება ირავი. კარგი ძლივს ბიჭმა რაღაცა სერიოზულ საქმეს მოკიდა ხელი ხასიაძე მოვიდა რა დროს მაიმუნობა რა. კი ბატონო, ხმას არ ამოვიღებ. ოღონდ მახო ერთ რამეს გთხოვ ძალიან. ძლივს საქართველოს შევიდა ათეულში ბიზნესის კეთების სიმარტივით. ხო. და ძალიან გთხოვ რა, ასეულს მიღმა ნუ დატოვებ ისე ნუ იზა. შენ არ შეგეშინდება შენ? ნუ შეგეშინდება. ეს საქმე ძალიან მალე მომიტანს მე დიდ ფულს. აჰა. და მე ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ რა. ჩიტის რძე. მივხვდი, ჩიტის რძის ბიზნესი გაქვს? აი, შეხედე თამარ, ესე იგი ვახო, მოიყვანს ხოლმე ესე ჩიტებს და შენ მოწველი. კი. აი, თამარ, თან ახლა წიხლით უკრა, ჩიტმა საშიშიც არ იქნება და რაღაცა ხო არა? მიძალება. კარგი, მიშიკოს ჭკუა გაქვს რა. ჯიმი მიშიკოს. ხო, აი კამი აქ ხარ ჩვენთან ხარ. რამინის ველაპარაკე, რამინი დარეკა. ხო, მშვიდობა დაწყნარდი მომისმინე. ხო გახსოვს შენ? ჩვენ დოდოს და საშას ამბავი რომ გვინდოდა, ხო გახსოვს? აი მე კეთინო როგორ არ მახსოვს, ეხლაც მაღაზე ვფიქრობ. მე რა კარგია რომ მაღაზე ვფიქრობ, ხო და მომისმინე თქვენც გიდ. ისე ვარ ახლა წამოწოლი ვიყავით და მომისმინეთ ეხლა თქვენს და მომისმინეთ. ესე იგი რამინი მითხრა, დოდო უკვე გამოკეთდაო, კარგად არისო და ხვალდილით გამოვუშვებ, დახვთითო, ხვალდილით ჩამოვა, უკვე თბილისში იქნებაო. ეგ ძნელი საქმეა ეგ საშასთან. რატო? ძნელი? რატო და საშას ჯერ უნდა გავახსენოთ ვინ არის დოდო. აჰა. იმიტომ რომ ეხლა ეგ ისეთ ასაკშია, დოდო კი არა, საერთოდ ცოლი რა არის ის არ ემახსოვრება რა. კარგი ხო? არა მაგაზი არ ვინერვიულოთ, არ შეიძლება მაგაზე ნერვიულობა. ჩვენ ესე უნდა ავდგეთ ადამიანურად, წესიერად უნდა ავუხსნათ. საშას რაში იყო მაშინ საქმე, რატომ გავაცანით დოდოს მაგივრად ამირანის მამი და ის მედია და გაიგებს ადამიანი და მიხვდება. დავინტერესდები. ხო, უნდა ავუხსნათ. შეიძლება რომ დავინტერესდე. რა თქმა უნდა ჩაეძიეთ კი. აი. ესე იგი მე მახსოვს დოდოს მგზავრობა. მაშინ როგორც დასრულდა და. ხო. ახლა რითი მოდის დოდო? რითი მოდის? კლავ მატარებლი მოდის. ესე იგი მატარებლი. ვახო, ხვალიცი მატარებელი როგორ წამოვა სანტრედიიდან? აბა როგორ. დოდო. ესე იგი დღეს არაფერი არ გაგვიფუჭებია. ესე იგი რაღაცა გავაკეთეთ.
წავედი. დაგირეკა, ალექსანდრ. მამიდა. უი, ბაჩანა, ვერ დაგინახე, მამიდა. სად აღავე მამიდა? ის საშასთან პატარა საქმე მქონდა. დაცხოვაზე. მე ისე მიდიოდი რომ მე არ უნდა გენახე. უშ, რა ვიცი. მეგონა დაამთავრე რემონტი. კარგი მამიდა, ესე მიცნობ. მამიდა. რა ხდება მამიდა? არაფერი რა უნდა ხდებოდეს. მამიდა. როგორ გითხრა ახლა? ხო. შენ ახლა პატარა აღარ ახარ. არა. ხო და უნდა გაგიდგო. მოკლედ. ისე მოხდა რომ მე და საშა გადავწყვეტეთ ოჯახი შევქმნათ. ხო, ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. მან გაიგო რომ მე დოდო არა ვარ. ხო და რა მითხრა იცი? სულ არ მინდა იმ ღლონტების ნათესავიო. და ხელი მთხოვა. რა? რა და რა ხდება აქ? არაფერი? რა არაფერი. აბა ის რა იყო დაგირეკავ ალექსანდრ, ვერ დამინახეო? ბაჩანაო. ხო, მე კიდე ის რომ რატო არ მნახეო, ეს როგორ შეიძლებაო? მე და საშამ რაღაცა გადავწყვეტეთ. ხო და რა გადაწყვეტეთ? ახლა ჩარა გითხარით და გავაგებნეთ აი აქ ჩარა, მიდი გელოდებით. ჯერ გამარჯობათ. და მე რაც მე და საშამ გადავწყვეტეთ, ეს ჩვენი პირადი საქმეა. ქალბატონო მედია. ხო? საშას პირადი საქმე ხვალ დილით მოემგზავრება სამტრედიიდან მატარებლად. დიახ. ერთი წუთი მამიდა დამშვიდი. წამოდი შენ ვიცი ახლა მე გეჩქარება, წამოდი მე გაგაცილებ, მე დაველაპარაკები გოგოებს. წამოდი მამიდა, მოდი გაგაცილებ. ეხლავე. შენ არ ინერვიულო მამიდა, ყველაფერი გაგაცილებ. ეს რა გამიკეთე ამირანა, ეს რა გამიკეთე, გამაგებინია, რამხელა ამაგი მაქვს შენზე. რა მაგი გაკეთე? ნუ ებასუხები ჩემდას. რატომ უყავ დოდოსა, რატომ? გამაგიჟებთ მე თქვენ რა. თქვენ არ იყავით კაცო რომ მეულებოდი რომ დოდო სამტრედიდან ვერ ჩამოდის და დოდო ვერ ჩამოდის სამტრედიდან და საშას გავაცნოთ მამიდა შენიო თქვენ არ იყავით თქვენი შენ რომ რემონტს არ ამთავრებ ჩხეიძეებში? ხო. გამატარეთ ერთი რა. ჩხეიძეებში რემონტს არ ამთავრებ. ხო კარგად ვუთხარი. შეეშინა. და გაიქცა. გაიმა. უკაცრა. მე რა ვიცი. დოდოს რა. აი ეგეთ მარინერვიულო შენ. ვაიმე ეს რა ჩაიდინა საშამ. აბა, ეს რა ხალი დაიწუნა, რა დიასახლის. რა ოჯახი. რა სანათესაო? რა კარმიდამო. რა მინი. ლაშა გემუდარები ახლა გაჩერდი არ მაქვს ხუმრობის თავი. შენ თამარ? არც მე. ეს ვახოსა დაიკარგება ხოლმე. რა ხდება? მოშედობა. არსენიკო მოვიდა. საშას მოყავს ცოლი. ხო. ვა, რა მაგარია. მერე რა მერერა? რა დროს მაგის ცოლი იყო? ან გაელო ცოტა თვალწყალი დაელევინე რაღაცა დრო გაეტარები. აი და კარგი რა. მე ამის ნერვები აღარ მაქვს. წამოდი რა ქეთევან შევიდე ჩემთან და რაღაცა მოვიგონოთ. ეხლა მოვიფიქროთ დედას როგორ ვუთხრათ როგორ რაღაცა მოვიფიქროთ. მე არ ვიცი. ჩამოხდება ხელებში ერთხელ. საშას ამბავი ხო ვიცი შეიძლება შემოვიდეს გითხას. დოდო გამაცა რაღაცა გადავიფიქრე. რაღაცა სწავლებიდან. რა მოვიდათ რა? რა ხდება? რა მოვიდათ? რა მოვიდა და საშას მოყავს ამირანის მამიდა ის მედეა ცოლად და გაგიჟნენ ესენი რომ
დოდო ვერ გაათხოვეს. მიდი გააგე. მოიცე გააგრძელებე. მობრძანდით, გავიგეთ თქვენი ალბომი ძალიან მიხარია. დიდი მადლობა კაი ვახო. ხარ. როგორ გამეხარდა სახში ვახარ ლაშა. მე შენთან ერთი დელიკატური საქმე მაქვს. ესეთი. დელიკატური. დაბძანით. უნდა დამეხმარო. უნდა დაგეხმარ. გაპარვა გინდა და სახლი გჭირდება და დაგმალოთ ბატონო საშა. არა. ჩემი მეჯვარე მინდა რომ ბატონო? ჩემი მეჯვარე მინდა რომ რა ბატონო საშა? აი მე მინდა რომ ჩემი მეჯვარე იყო. აბა რა ბატონო საში მართალი ხართ. ლაშა თქვენი მეჯვარე ხო? თქვენ მეჯვარეთ. დოდო მედეას მეჯვარეთ და აი დედე. მოდიშ. ძალიან კარგია. ძალიან კარგია ბატონო საშა, ძალიან გამიხარდა. ძალიან გამიხარდა. მაგრამ ხომ არ აჯობებდა მაინც რომ ირაკლისთვის გეთქვათ. აი ხომ გაგიგონიათ ბატონო საშა, პატარძალო მშვენიერო, მეჯვარე მყავს დიდი კაცი. ირაკლისთან ვიყავ. იყავით ირაკლის. კი, მაგრამ ხო იცი დაკავებული კაცია და არ მეცლებაო. ოხ. და გამიშვა დათოსთან. დათოსთან გაგიშვათ. დათომ მითხრა ავათვარო. და მითხრა ამირანს უთხარიო. ამირანმა მენათესავება როგორ შეიძლება მეჯვარე ვიყო და შენთან გამომიშვა. ჩემთან ვაი რა კარგად აეწყო ბატონო საშა, რა კარგად აეწყო და მოდი ჩვენც გავაგრძელოთ ეს ესტაფეტა და მე გაგიშვებთ ვახოსთან. არა? არა. შენ არ შეგიძლია? არა, შეძლებაზე და იმაზე როგორ არ შემიძლია. რა არის ახლა შეუძლებელი და ის. მაგრამ ვახომ თვითონ, არ ვიცი ხა გითხრა თუ კეთყვით. ვახომ მითხრა თვითონ რომ ნეტაო. რაო? ნეტაო მეო. საშას მეჯვარე ვიყო, ჩემ ბედს ძაღლი არ დახებდა. რას ველაპარაკები კაცო? ჩე, ესე თქვა ძაღლიო. აბა. მოილაპარაკეთ დეტალებზე, ბატონო საშა. ეს რა ბიჭი ყოფილ ხარ? გადასარე. მადლობა. გიგენაცვალე. იყავი ჩემი მეჯვარე. აბას არ ეწყინება ლაშას. არა, რას? ჩემი მეჯვარე შენ ხო გინდოდა ჩემი მეჯვარე ყოფილიყავ და იყავ? რა მეჯვარე ბატონო? კარგი, ახლა შენ უიპრანჭები. რა მეჯვარე? უიპრანჭები. ბატონ საშა ხო გაგიგონ ეს მაინც გეკრებათ გაგონილი? მეჯვარეო, პრანჭიაო, ლიმუზინიო? კიო. სიძე მოსულა. მობზანდა. იცით მე უხერხულება კია, მაგრამ თქვენი დახმარება დამჭირდა და მიხვდით რომ უჩნოთ არაფერი გამოგივათ და ვერ გაფრინდებით? რას გეუბნებოდით? რაიმე, ქეთინო, გენიოსი ხარ. წამოდი ახლა დავეკოთ რამინისთან, თორე ვანში მიყავდა დოდო, ვიღაც ფერმერს უნდა გავაცნობდა რაღაცას. ხო და წამოდით ახლა სამები როგორ უნდა უთხრით? მე არ ვიცი. დოდო არ მოგწაი, რა ხდება? რა ამბავში არის? ხომ გაგიგიათ სიხარულო, უცაბედო, ამით ერთგზა დაკვალიო და ეს საფუძველში. კი. აჰა, ესე ორი ნაძვისხე ირაკლი, ერთი ჩვენ, ერთი მაიას მშობლებს, 300 ლარი ერთი ნაძვისხეს, იგი ეს გამოვიდა 1200 ლარი. გამარჯობა ბუ დათო. გამარჯობა დათო, როგორ ახარ დათო? არა მიშავს. რა ლამაზად მოგირთავს ბარი. ხო. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჩემი უსაყვარლესი დღესასწაულია. საჩუქრები, სანტა-კლაუსები, ელფები. ბედო, ეგ არის ევროპაში. ხო. ჩვენთან არის ჩურჩხელა, კოზინაკი და გაჩერეს და ღლონტები.
მიყვარს დახვეწილი იუმორი მიყვარს დათო. კარგია. დათო მარტო რატო ხარ მართლა? ვინმე მხო არ გაგაბრაზა. მიდი მომიყევი, წაკითხული მაქვს რომ ვინმეს თუ რაღაცა აწუხებსო, უნდა მოუყვეს მეორე ადამიანს და მოეშვებაო, აბა გისმენ დათო. ეს კაცი ერთის არავის არ გაუბრაზები ვარ, მე ველოდები ჩემსმეგობა ჯიბოს რაღაცა პრობლემა მაქვს და უნდა შევხვდე, საერთოდ თავდამანები ეხლა გამოსვლის ფურცლებს ვამოწმ. ესე იგი არ გინდო რომ მომიყვე არა? კარგი დათო, მე ეხლა იქ გავალ. და მაინც თუ კაეშანი მოგაწובה, მოდი და მომიყევი, მე მოგისმენ. ოხ, გამარჯობა. ვა, დათო. როგორ არის? მოიცა. როგორ? შეგა. ო, დახტება. რა ვიცი. ეს გაიცანი ახალი ბარმენი? და პიტერი პიტიპეტია. უი, მე უბრალოდ ჯიბოენ პიტიპეტის კარაში. მართლა. რატომ მე იცი რამდენი ვარიანტი შეიძლება? ჯიბო ჯუბა ჯაბა ჯუბა ჯიბუნა ჯიბუნა. და ორი გუთი მოგიტანი. ესე კარგად ხარ, ხო? რაზე მოვედი მე? შენი დახმარება მჭირდება. შენ ხო იცი მე რომ მინისტრის მოადგილის მძღოლი ვარ. ხო და გუშინ ავარია მომივიდა და ცოტა ფულს ვერ მასისხებ. ძალიან დამპრი? ხო, მომიცურდა და ჯიპს დავეჯახე. კიდე გაი იმ ჯიპის პატრონი კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ჩემსაც დაზღვევა მიხედავს თუ ჩემაკაც და შენი მანქანა ის აუდი, ფორდი, ნისანი და მოტოციკლეტი გააკეთე. რამდენი შეიძლება? 3000 ლარი. რა, სადმე შევიხავთ? აი თქვენი ორი ლუდი გემრიელად მიირთი ჯიბო ჯუბა ჯაბა. ეტო მოდიაკ. მადლობ. შენ ხო არის შემთხვევით სანამ იშოვს კაცმა 3000 ლარი. 3000 ლარი. 3000 ლარი. ხო. 3000 ლარი. 3000 ლარი არ ვიცი, მაგრამ 300 ლარი ვიცი. ესე იგი ინგლისურის მასწავლებელი უნდა აცხოვრო, შენთან და სახელმწიფო გიხდის 300 ლარს, ხო? მადლობა. ხო, მე რა მადლობა, მე რა სახელმწიფო იხდის, მე რა მადლობა. ეს სხვათა შორის კარგი რაღაც გითხრე ხა ამ ადამიანმა. აიყვანე 10 მასწავლებელი, წაიყვანე სახში, ერთმანეთს მიხედავენ, შენ მიხედავენ და გამოგივა 3000 ლარი ზუსტად. კარგი რა და ხუმრობის დრო, მაგრამ ფული დღეს ვჭირდება, თან 1500 მაქვს უკვე და დაარჩენილზე შენი იმედი მქონდა. რა? რა, არ გახსოვს ბავშვობაში ველოსიპედის ბორბალი რო გაგიფუჭდა და მე რო გათხოვე ჩემი. კი არ მათხოვე ჯაყვაში გამიცვალე. მე ჯაყვა ხომ დაგიბრუნე. სამაგიეროდ საათი გამომართვე. აი საათი რა, ის რა საათი იყო? ნუ კარგი რა. ეხლა აქვს 1200 ლარი ზუსტად. ხო. და აუხსენი შენ ირაკლის ბავშვები რო იცეკვებენ იმასთან რა ჯოხთან მორთულ ჯოხთან აუ ძმა ხარ მაგრამ ბიბი იმ დარჩენილ 300 ლარზე რას იზამ მაცადენ მოგაწვა კაეშანი ხო და მოხვედი არა მიდი დათ მიდი მომიყევი არაფერი არ დაიტოვე გულში მიდი დათო ეხ მომიცნი ხარასი ეს არის ცნობილი დიზაინერი რო იცოდე არ შეხედო ეხ არ უყვარს ის რომ მიაჩერდება მართლა ხო და ძალიან მოეწონა ეს რომ როგორ მოვთია რა კარგად ხო ურთავს ეს ბარიო და მაგრამ ერთი ნაკლი აქვს რა ნაკლიო და ერთი ნაძვისხე აკლია ის ერთი ნაძვისხე რო იყოს სულ შეავსებდა ექსპოზიციას ვაიმე აი მაგ ექსპოზიციაზე თუ რაღაც კი არ მიფიქრია დათო რა ვქნა ეხლა არა საიდან კაიშანზე ხო იფიქრე საიდან მოვიტანო ეხლა მე რა საიდან მოვიტანო რა ვიცი საიდან ბედო აი დამთხევა თუ კიდე რა ეს ეხლა მივიდივარ მე უნდა ვიყიდო ნაძვისხეები ჩემთვის და ირაკლისთვის ხოდა შენ შემთხვევით ხوار გინდა რომ გიყიდო
როგორ არ მინდა დათო, როგორ არ მინდა, იცი რა კარგი იქნება, მადლობა დათო. ხო, მოკლედ ის რა ქვია, 300 ლარი ხის და თუ გინდა ხარ, თუ სურვილი გექნება, ხო არ დაგაძალე. როგორ არ მინდა დათო, როგორ არ მინდა, ეხლა ერთი წუთი. აჰა, აი 300 ლარი და დათო. დიდი მადლობა დათო. რავი. მადლობა. აი. დადი ხდომანები თავ. ძმა ხარ და თუ ძმა ხარ. კარგი კაცო. ორტიაში დაგირეკავ და მიდი. დათო. მე საოცარი თვისება მაქვს იცი? ადამიანის თვალების გამომეტყველებით ხვდები რა უნდა კაცს. და ფული გთხოვა ხო შენმა ძმაკაცმა? ფული გთხოვა შენმა ძმაკაცმა და ისეთი თვალები ქონდა რომ გიყურებდა ესე გეუბნებოდა რომ ეხლა მომეციო და ორ კვირაში დაგიბრუნებო არა? კარგი ადამიანი ხარ დათო. კარგი ადამიანი. შენ ჩემს 300 ლარზე არის ფიქრო. არის ნერვიულო შენ ხარ? დადექი კარგი ადამიანი. დაჯიქი. რას გეუბნები ხა ჩემი თვალები? ხილი და ლუდი, ახლავე. ესეც 15. თამარ. აღიარე რა, აღიარე რომ გენიოსი ვარ, ვაიმე, ვახომე მაშინ ვაღიარე, როცა ცოლად გამოგე. თამარ. ბატონო. წარმოიდგინე ახლა რა, წარმოიდგინე აი როგორ გავთვალე რომ ნაცვის ხეები შეუმეტანა, აი როგორ გავთვალე რა. შენ ეხა მაგას გეტყვი. წეღან ველაპარაკე ხვიჩას. ხვიჩას? ხო. ბერუაშვილს? შეგანიც. მახსოვს. ხო და 5000 ცალი ნაცვის ხე კიდე ვიყიდე. აბა, ხვალ გამომიგზავნიან, აბა. აბა. მაგარი ხარცა. ვიცი. ხარია. შევავსოთ ხე ესეც. მითშია. რა არის? რა არის ეს რა არის? ეს ნაძვის ხე. მოიცა სახში ისეთ ხილა რომ პარკეტი აყვავდა? არა მაშა, არაფერი არ აყვავებულა, აი ესაა ჩემი ბიზნესი, რა, სხვის სახლებში ხეების დაწყობა? კარგი ხო რა ლაშა, ნუ გამოიშტერებ თავს. ნუ ვახოს საზღვარ გარეთიდან შემოქვს ნაძვის ხეები და დროებით ჩვენთან დააწყო და აქ ხა რა დაგემართ? დროებით, ლაშა. ხო. დროებით, იმიტომ რომ აქ რაც არის ყველაფერი გაყიდული. აბა? ყველაფერს წარმოვიდგენდი რა, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემს სახლში თუ ბორჯომ ხარაგაულის ტყე პარკი იქნებოდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდი. გამოვიდი. თამარ. მაინც თხილს ჭამდა და ჯექიგერ ხეზე და ციყვი იქნება. მე ამის ნერვები არ მაქვს. ვახო, გავალმე სახლში, ვახო. თამარ, ფანარი წაიყოლე ღამე, არ დაგიღამდეს გზაში რა. აიმე ლაშა მოხვედი უკვე. აიმე როგორ დგას ეს ნაძვის ხე? როგორ გამოვიდე? როგორ დაკეთებან მან ბილიქს გამოუყევი, წინ დიდი ხე დაგხვდება, მოუარე და მოაღწევ ჩემამდე. ეთევარ. აიმე მოვედი ლაშა. ჩემი და სად არის ახლა აქ არისო ხმა შემომი? კი, გავიდა თავისთან სოკოზე. სოკოს. აიმე გავალმე ჩემდასთან მარტოა და ცოდოა მარტო იმ ხელა ტყეში. კარგი იყო კიდევ გეძალება შენც. ხო რაღაცნაირად. მიდი ახლა, მიეცათ ახლა სახუმარო ახალი თემა და მიდი. კარგი რა, ვიხუმრებ, ვახო, აბა რა არის ეს? აი რა ხდება ჩემს სახლში? აი რომ მომიდეს სამზარეულოში გასვლა, ხახვის ფურცლები უნდა დავყარო და უკან გამოყვერო, გამოვაგნო მე. რა არის? მეცა რა, არ ვიცი. ლაშა. უნდა დამეხმარო რა. დაგეხმარო? ხო, ფული უნდა მასის ხო ნაძვის ხისთვის ირაკმე ფული რაღაც საქმისთვის დამეხარჯა რა. შემოდი დათო, რა ზუსტ გახარ? რამდენი გინდა მითხარი და მოგცემ, შემოდი.
რამდენი გინდა? 5. რა 5? ტოტ ხე. ცალი. აბა ფულიო. ვისი ეს? რა არის? ეს არის ეს? ხო. ვახოსი. გამოდეკი. ვახო. ვა, დათო. ეს. ხო. ის რა? მარტიშინი ეს. ჩემი რა ეხა, ხო, გავყიდე. მაჩუკი 5 ცალი. ვერადაც გავყიდე უკვე. რა გაკიდე? მაჩუკი 5 ცალი გეხვეწები გთხოვ. ვა, ვერა მეთქი, ვერა. ცოტა ადრე რო გეთხოვა კიდე ხო, მაგრამ ეხა ვეღარ გაჩუქებ. ყველა გავყიდე, 80-ვე გაყიდულია. 80? 5 ცალი მომეცი რა, უთხარი რა შარა. ვინ შეეთყობს 80 ცალი 5 ცალი რომ მაჩუკოთ? დათო, ეს ჩუქებელი არ არის. ეს ის ვახო აღარ არის, ფულმა შეცვალა. მაშინ მომყიდე იაფად. ვახო. ან აქცია რამე ისეთი გაგაკეთე, ჰა? აი, ერთს ვიყიდი, ერთი აჩუქე. და უყურე ხა? ესე იგი, 5 ხო ვიყიდი, 5 მაჩუქე. მე ისაც ვიყიდი, დაგიბრუნებ და იმ 5 ნაჩუქარს წავიხე. ბადობა ჯიგარი ხარ. მოდი ეს დიდები წავიდე, რა, მოდი მომეხმარე და. ესენი, მოიცა კაცო, რა დიდები უნდა წაიღო, ვერ მოგცემ მეთქი აქედან. ვა, აქედან ვერ მისცემ, შენ სახში აქ კიდე და იქიდან მოგცეს. მიიღო ეხლა ესე ცალკვა. რა? არა, ყველა გაყიდულია და უკვე ყველა გაყიდულია. იცი რას ვიზა? შემდეგ პარტიას რო ჩამოვიდან. თუ გინდა, იქიდან გაჩუქებ. 2-ს. 5-ს. 3-ს. 5-ს. 4-ს. 6-ს. 5. ჯიგარი ხარ. მადლობა, ვახო და რა ვქნა, მე აქედან ავიღებ ხა 5 და იქ ხომ აქ რომ აჩუქე 5 და რო ჩამოიტან იმით შეავს. შენ ხა იქ უფრო უკეთესი გექნება იმ ოთახში და მე წავა შემომოწმებ. მოიცა და თუ იქიდან არ ჩაიტანო, მოიცა. უყურე ეხლა. აქ ხელია მოგიდა. იჰაკი. ლაშა, ხო. უნდა დამეხმარო რა. რა გინდა? ჩემთან სახში არის არეულობა, ხო და ვერ ყოფილობ რა ქურთუკი ვიყიდები რამდენიმე დღის წინ და სადდევს არ ვიცი, მივდივარ წასასვლელი ვარ ეხლა რაღაცა ჩართვა მაქვს ტელევიზორში უნდა გამოვჩნდე ტყიდან, ტყეში გავიყინები და შენი ქურთუკი მათხოვე რა ძალიან. აი მე რამდენს ლაპარაკობ, მითხარი რომ ქურთუკი გინდა და გათხოვე. მათხოვებ, შენ გაიხარე რა, ლევან გამოვალ რა ერთი წამი რა. აი ისე ირეკლი ანახი. რა არის ეს კაცო? რა არის? აი ვახო მოიტანა ეს იმდენს იზავს. იქამდე არ მოისურვებ სანამ რამე ცხოველს არ შეაჭმევინებ ჩემ თავს. მე ეხლავე შევალ გამოგიტა შენ ქურთუქს. მოიცა. რა? რა გინდა? შემოდი ლევან. სათხარ. იტერება ხო? სათხარ. სათხარ. წავიდა ქარიდან იავი. წავიდა. და ბოლოს ძვირფასო თანამემამულენო მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და გთხოვოთ ძალიან გთხოვოთ რომ ნუ გაჩეხავთ ტყეს ნუ მოსპობთ იმ სილამაზეს რაც ჩვენ გაგვაჩნია და ნუ მოჭრით უმოწყალოთ ხეებს ძალიან აი სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგი ხო გავიყინე კაცო მორჩა განთან კარგი იყო. აბა, როგორი იყო? კარგი იყო. მაგრამ ახლიდან ჩავწეროთ. ახლიდან ჩავწეროთ? კი. რატო არ გავდა ხო ტყეს? თავიდან გავდა. მერე? მერე უკანა ფონზე 3 ნაძვი გაქრა. რა? რა სამი? დათო სად არის? დათო. ოხ, დათო. ეს ლაშა ნახე აი ხლა გამოვთვალე აქ ვიცვიდი რა ხო და სესხის ფულით სესხი აი ამ პარტიით უკვე ამოღებული მაქვს მართლა ხო ეგ კი არა რაღაცაც 30 ლარიც მრჩება რა აბა მაგრამ აი მეორე პარტია უკვე სულ მოგება მართლა სულ ვა აბა ოჩახ ვახო არა ეხლა მართლა სერიოზულად გეუბნები რომ ოჩახ ხო და რას აპირებ ამ ფულით რა ვიცი ხა რა გითხრა
მე და თამარს გვინდა მანქანა ვიყიდოთ. ნუ მანქანა რა ხე ჯიპი. რა. ხო, რო სოფელში ცვივლით თან მე პატარა მანქანას გავჭირდება იქ დამტრეული გზა. ხო და ესე რა. მაგარია. კი. ხო, ნუ ახლა დანარჩენ ფულს რაღაც ავდგები და რამე ცოტა ჭკვიანურ ბიზნესში ჩავდებ რა. და შევინახავ რა ვიცი. მაგარია. მოიცა. ხვიჩ. ალო. ხო ხვიჩა. ხო, კარგად, თავად? ხო. გამოვშვი მეორე პარტია უკვე. ძალიან კარგი. რა? საბაჟოზე პრობლემებია? და ხო ჩამოვა? ხო, ძალიან კარგი. რა? რა? აი მე? რა? საბაჟოზე პრობლემებია ვლაშა. მერე? ხო და 5000 ცალი ნაძვისხე ჩამოვა 17 იანვარს. ვის რა თუნდა ეხა 17-ში ნაძვისხე, ხა? ნუ ვახო 30 ლარი ხო დაგჭა ახლა. ხო, მანქანა არ ვიცი, მაგრამ ერთი ბოტები რო იყიდო. მაინც სოფლის გზა, ცუდი გზა არის, ცოტა ხარ ბოტასები. ბოტებით რო ივლის სოფელში, თუ რაღაცა ისეთი შეხვდება, გადააბოტებ. თან ხო გაგიგონია ისო ბოტებიო. აი